ეხლა თემა მომცა ჩემმა მეგობარმა რა ესე იგი კობიაშვილმა დავით კობიაშვილმა და მაგაზე მინდა ჩავწერო რა არის მითხარ რომ რაღაც ისეთი ირაციონალური გახდა ყველაფერი სიგიჟეს გავსო და აი TikTok-ზე რაც ხდება ნუ სიგიჟის ფორმა აბსოლუტური ირაციონალური რა ის კი არაფერს არ ემსახურება არაფერი არც ესთეტიკას არც ზრდას არც რაღაცა ხარისხს არც დახვეწას არაფერს აი ესეთი მიდის ირაციონალური გიჟური თამაშები რა ხო და აბსოლუტურად სწორია და აბსოლუტურად სწორი რაღაცა მონიშნა და მე ვეცდები უბრალოდ გითხრათ მე რას ვფიქრობ ამის შესახებ ესე იგი ინდუიზმში არის უზარმაზარი დროის მონაკვეთები ქვია იუგები ესე იგი როგორ არის საჭა იუგა დვაპარა ტრეტა იუგა და კალი იუგა 4 იუგა უზარმაზარი დროის რაღაცა არ ვიცი რა ნუ ბევრი ათასობით და ათასობით წელია თითო როგორც მიდის რა ციფრები არ მიყვარს არ მინდა მოგატყუოთ მაგრამ ხო გინდა ათასობით წელია ეს ყველაფერი ათასობით და ათასობით ის კი არა 2000 და 3025 არა ეს არა რაღაც 150000 მოკლედ უზარმაზარი მონაკვეთებია საერთოდ ინდოელებს წარმოუდგენელი კოსმიური გზნობა აქვს წარმოუდგენელი აი სწორედ დროის თვალსაზრისით ხო აი როგორც მაგენი ახასიათებენ თქვა აი გაიგე ბრაჰმას დღე, ბრაჰმას ღამე, იქ ვიშნუს ღამე, ვიშნუს დღე, რამდენი გრძელდება წარმოუდგენელი გზნობაა რა, რომ აი მართლა კოსმიური ისეთი გძლივობები აღებული შეგეშინდება, მაგას მეცნიერები ძლივს მიადგნენ აქ დასავლეთში, ეგეთ დროის განცდას და ის მაგათ კიდე ვედებში 25000 წელია ჩვენს წელთაღრიცხვამდე უკვე ქონდათ აი ესეთი გზნობა საოცარი კოსმიურობის. ხო და იქ არის ესე რომ ეხა ჩვენ გვაქვს მეოთხე ესე იგი იუგა არის აი კალი იუგა რასაც ქვია და კალი იუგა არის ყველაზე სუსტი იუგა რა ესე იგი პირველ იუგაში აი პირველ ადამიანები რომ საერთოდ გაჩნდნენ ეს არ არის ეს ადამი და ევას გაჩენა და რაღაცა ეს არის აი როდესაც ესე კაცობრიობა უკვე დამკვიდრდა და რაღაც მაგრამ ჩვენთან ეს ხდება რაღაცა არ ვიცი წარმოდგენაში ნუ ალბათ 50-60000 წელი რაღაც ეგეთი ნუ 100000 ხო ხო და იქ მარტო გაიგე ერთი იუგა არის არ ვიცი რა წარმოუდგენელი გძლივობის ის რომ მაგაც სხვა გაგება აქვს ისტორიის და დროის ხო და იმ პირველ იუგაში ესე ადამიანს ჰქონდა უსასრულო მეხსიერების შესაძლებლობა წარმოუდგენელი მეხსიერება საერთოდ ითვლება რომ ადამიანის პრობლემა არის მეხსიერება ესე იგი იმ იუგაში იმ ჩვენ რაღაც სუპერ წინაპრების იუგაში ესე იგი სასწაული მეხსიერება ქონდა და სულ ახსოვდათ ღმერთი ესე იგი ნუ წარმოიდგინე ხო ჩვენ რა ლოცვა ხო ეგ ფორმაა გაიგე რომ ღმერთი გაიხსენო ღმერთში იყო ღმერთში ისა ხო მე ეს არის ძალიან მაღალი ფორმა ლოცვის და გულზე გადადის და სულ გული ლოცულობს და აღარ გჭირდება ფიზიკურად ლოცვა სულ ესე იგი სულ გახსოვს ღმერთი ხო ნუ ეს ძალიან ისეთ პრაქტიკებია უმაღლესი რა სულიერებაში რელიგიაში ყველგან ხო და ადამიანს ქონდა ეგეთი მეხსიერება ესე იგი ჩაძირული იყო ფაქტიურად ღმერთში ეს კი ისეთი მაგარი განცდა ქონდა ეს სულ ახსოვდა რა თლიანი ანუ ხო ღმერთი ბაბუა კი არა წვერიანი ეს რაღაცა უნიკალური მთლიანი რომელიც კოსმოსსაც ყლაპავს და ყველაფერს და გამჩენია მართლა გამჩენის ეგ რომ ესე და დაურსულებული კი არ არის გაიგე მეტი გაიმ რაღაცა არარადან არაფრიდან რაღაცა იმპულსი ქმნის თელან სამყაროს და იმ იმპულსს ქვია აი ეს ესე იგი აბსოლუტი და ბრაჰმანი რა რასაც ინდოელები ეძახათ ძალიან მაღალი დონეა აბსტრაქტული აზროვნების ძალიან მაღალი დონე ხო და რატომ გიყვებით ამას ყველაფერს აი საჭა იუგაში აი უსუხსოვარ დროში აი ადამიანს ჰქონდა ეგ და თვითონაც ცხოვრობდა რაღაც ძალიან დიდხანს გაიგე რაღაც 100000 წელი თუ რაღაცა ძალიან დიდხანს ცხოვრობდა და აი ესე ცხოვრობდა აი ესეთ იმაში ღმერთის აი ესე სულ ყოფილა ჩაძირულობაში მე ყოველ იუგასთან ერთად ეს კლებულობს მეხსიერება ესე კი დროშიც კლებულობს ნაკლებად ახსოვს და ინტენსივობაც კლებულობს და თვითონ ამიტომ რომ ღმერთი ახსოვდეს 1000 რამეს აკეთებს ესე იგი აი ამ სხვადასხვა იუგებში ესე იგი მაგალითად ერთ-ერთი იუგა არის აი მე მეორე თუ მესამე აღარ მახსოვს ეს არის აი ის რომ რაღაცა მოიკლო, რაღაც შენგან მოიკლო და მოიტანო მსხვერპლად და აი მაშინ იყო მსხვერპლმოტანის აი ესეთი დიდი დრო რა. აი მთელი ერთი იუგა არის მსხვერპლმოტანის რა, რომ უნდა მოიტანო მსხვერპლი და რაღაც. მერე ამის შემდეგ
გაიგეთ, ესე იგი ეს როცა კნინდება ეს მეთოდი თვითონ ღმერთის გახსენა, თქვა ცხოვრების მოტანის მეთოდი, ხო? ეს რო კნინდება, მე მოდის თქვა ახალი ტიპის რაღაცა, გაიგეთ, თქვა აი მედიტაცია ლოცვა ან რაღაც. ხო და ჩვენ დროს იძახდის, ესე იგი ინდუიზმი იძახს, რომ კალი იუგის დროს ძალიან მოკლეა მეხსიერება, თითქმის არ ახსოვს ღმერთი ადამიანს და ამიტომ და რა უყვარს ამ დროს ადამიანს? ამ დროს უყვარს გართობა, ცეკვა, სიმღერა, ეგეთ რამები ევასება. ხო, ეგრე არ არის, მაგალითად, აი ფართები რაღაც გიჟდებით, ისე გვიყვარს, ხო? რომ აი რაღაცა გაშლის ყველა ხელს და დაიწყებს ტრიალს და მღერიან და რაღაცა. ხო და ამიტომ ესე კალი იუგას იმაში პერიოდში ითვლება, რომ ყველაზე მაღალი და ყველაზე კარგი ესე იგი ეს მსახურების ფორმა არის აი ღმერთს უმღერო და იცეკვა ღმერთისთვის რა. და ესეთი ის არის მიდგომა რა, რომ ესე იგი რომ გააკონტროლო და ღმერთი გახსოვდეს, აი გევასება ხო ცეკვა, გევასება ხო თამაში და სიმღერა და რაღაც, აი იმღერა ღმერთის სახელები და იცეკვა ღმერთისთვის, აი თუ თავს აწონებ რა ღმერთს, გაიგე, აი შენი სილამაზე, შენი რაღაცა, აი როგორც ქალი რო გაშლის რაღაცა ხელებს და რაღაცა იმაში ხო კაცებს მაინდამაინც არ გამოძდეს და ქალებთან რა ლამაზია ხო, აი ესე რა, ოღონდ ღმერთს ემსახურები მაგეთი კაცის და ქალის. ხო და რა მინდა გითხრათ, ეთიკი ადამიანი ჩვენ იუგაში ითვლება, რომ აი ეგ არის გაჩენილია ფაქტიურად მაგისთვის, აი დიდი კონცერტები წარმოიდგინეთ რა ხდება, ხო, აი როკ კონცერტებზე, ან ელექტრო მუსიკის კონცერტებზე, ან ისა, ხო, აი ესე როგორ ძიგძიგებს, როგორ მოდის ვიბრაციაში კოსმოსთან ადამიანი, გაიგე, როგორ იღზნებს თავს, ამოსდის ემოციები, ცდილობს, რომ გახდეს ეს ემოციები, ცდილობს, რომ შეერწყმას ამ თვითონ გახდეს ვიბრაცია, ეს ექსტაზი და თვითონ გახდეს გზნებარება, ხო, აი გარი მაგაზეა ლაპარაკი რა. ხო და ეხლა რაც მინდა სხვა გითხრათ, გაიგე, რომ აი ეს ახლა ხო შემოდის AI, ხო, აი ეს artificial intelligence, ეს ხელოვნური ინტელექტი. ხო და ნუ აი თქვა გუშინოსმენდი ზუსტად რა, ახლა საუკუნეა მაგაზე ვწერ და გიწერთ და რაღაცა, მაგრამ ნუ რა ხა ჯერჯერობით ადამიანი ვერ აქცევს ყურადღებას, თუ არ გონია რომ რეალური რაღაც ზღაპრები გონია. ხო და ისეთი ლაპარაკი რომ 5-10 წელიწადში ეს ხელოვნური ინტელექტი გაათავებს ყველა ჩვენ პრობლემას. მაგრამ მარტო ხელოვნური ინტელექტი არ არის, ესე იგი ხელოვნური ინტელექტი ხო საოცარი დონეზე უნდა გადავიდეს და გაიზარდოს. ესე იგი მაგისთვის აი თქვა ვაქცინის გაკეთება, ეხლა იძახენ რომ ეს წელიწადში ეგ უკვე იქნება, ვაქცინის გაკეთება არაფერი არ იქნება, აი რაღაცის წინა ეხლა ხო გადავყევით ამ კოვიდს დაჩქარებული ხერხით ერთ წელიწადში რაღაცა მოხდა და იპოვეს ვაქცინა, ხო? ვიღაცა იდიოტებს არ ჯერათ, არ წამთ, მაგრამ გაჩერდა, ხო? ესე იგი ამხელა ინფექცია და ჯერ დასუსტდა, ხოცავდა ხალხს, იმისავე და ანა, ჩემი ანა ნიუ-იორკში ცხოვრობდა, როცა გამხეთს და ნიუ-იორკში ესე იგი ეს ისა და ცარიელი იყო სულ ქუჩები და მანქანები იდგა, სადაც ყრიდან უბრალოდ ცხედრებს. ნიუ-იორკში ხდებოდა ეს ანასაკ თავის თვალით ნანახი სპეციალური მანქანები იყო, სადაც შედიოდნენ გამოკო და ყრიდნენ ესე რა. ხო და ვიღაცებს არ ჯერათ და გონიათ არა და რაღაც, ნუ აი სიშტერე ადამიანს ხო, ნუ ეგრეა დაბადებული და ხა ბოდიში და შეეცი რა, ეგრეა დაბადებული შტერად. ხო და ნუ ხო ერთი წელში რაღაც გაკეთდა, ხო, მაგრამ ეხა ამბობენ რომ 24 საათში იქნება ვაქცინა მზად და ვაქცინა იქნება ინდივიდუალური. შენ კონკრეტულ ორგანიზმზე მორგებული, იმიტომ რომ შენ სისხლს რომ ისცემ, გაიგე, ეს ხელოვნური ინტელექტი, გაიგე, შენ სისხლს მოარგებს იდეალურად და შენში შეჭრილ ინფექციას, იდეალურად ვაქცინას, პერსონალური ვაქცინა გექნება და ეს 48 საათში იქნება შესაძლებელია ყოველთვის პროგნოზი და რაც დღეს პროგნოზები ყველაფერი სრულდება, ყველაფერი სრულდება, გაიგეთ. ხო და ამას კიდე რომ ხელოვნური ინტელექტი ესეთი ძალით იმუშავებს, ეს არაფერი არ არის, ისეთი პროგნოზებია შეიძლება, მაგალითად აი საკვებზე აი თქვათ მოვლა ბუნების ეს რაღაცა ოზონის რაღაცა იმეების რა ხრელების აღდგენაზე იმას ყველაფერზე, იმიტომ რომ ეხლა რა არის ხო, უნდა დაჯდეს კაცობრიობა და იფიქროს, ხო? თქვათ აი რა ქნას აი საკვებთან დაკავშირებით ისა ხელოვნურად როგორ გააკეთოს, როგორ ისქნას, რა ქნას ისა და მერე იმაზე იწვალოს, რომ ჯამთელი იყოს ეს საჭმელი, მერე იმაზე იწვალოს, ხო და ამას აკეთებს წამებში. და მერე კიდე ამას დაემატება
ესე იგი, აი კვანტური კომპიუტერი, რომელიც ნუ სასწაულია ხო, რამდენჯერმე ხო ეს დაწერილი რაღაცა როგორ რამე იცი რაღაცა ურთულესი ამოცანა, რომელსაც ჩვენი ყველაზე ძლიერი, აი მე მგონი დღეს ჩინელებს აქვს ყველაზე ძლიერი კომპიუტერი, თუ ისევ ამერიკაში აქეთ-იქით გადადის, რომელიცაა ყველაზე მაგარი კომპიუტერი. კაცი, იმას ჭირდება რაღაცა არ ვიცი, მე ტრილიონი წელი სიტყვაზე მართლა ტრილიონი წელი, აი ვთქვათ იმას რა ქვია, კვანტურ კომპიუტერს ჭირდება 4 წუთი. რო გადაწყვიტოს ეგეთი ამოცანა და ამოცანებია ეგ ყველაფერი მეტი კი არაფერი არ არის ხალხო რანაირ რაღაცა იცი ჩვენ შეგვიძლია ატომებიდან აი ატომი ხო ყველგან ჰაერშია ყველგან ატომების მეტი რა არის ხო აი რაღაც არ ვიცი რა რაოდენობაა ხო ატომების ხო გარშემო ხო ჩვენ შეგვიძლია ატომებიდან შევადგინოთ თქვათ მოლეკულების რაღაცა სპეციალური სტრუქტურიდან შევადგინოთ რაღაც და აი ესე პირდაპირ ესე დაბეჭდო პამიდორი სიტყვაზე ან კიტრი, ან რაღაც, არავითარი სათფურები, არაფერი, მაგრამ ეგ ჯერ არ შეგვიძლია, იმიტომ რომ აი ასეთი წვდომა, თქვა ანალიზის და გათვლის და რაღაცა ჩაღრმავების ჯერ არ შეუძლია ადამიანს ხარ შეუძლია და მაგ წაიღებდა კიდე არ ვიცი, რამდენ 100 წლეულს მაგის გაგება. მაგრამ კომპიუტერზე და განსაკუთრებით აი კვანტურზე იძახიან, რომ ეგ ძალიან სწრაფად გახდება შესაძლებელი რა მოდელირება გამიგეთ საგნების და ყველაფრის რა მაშინ ესე იგი კვების პრობლემა აღარ გაიგე ბეჭდა არაფრიდან რა არაფრიდან აი ჰაერი და ატომების და ნაწილაკების მეტი რა არის გაიგე და აი თქ პირდაპირ ეს შეგიძლია ბეჭდო რა ეს მისცე სიმპრივე და მისცე გარკვეული სტრუქტურა და ფორმა ხო და ესე იგი რომ ამბობენ რომ ესე იგი AI მოიტანს ესეთ რაღაცას რომ კაცობრიობა საერთოდ აღარ ექნება საჭიროება მუშაობაში აი ამ თავის მოკლაში რაღაცაში გაიგე ისა მერე ესე იგი შემდეგი ეგეთივე გეგმა არის რომ ესე იგი აი ეს ქალი რომ ამასაც 9 თვე ატარებს მუცლით და რაღაცით და ისა და ეცა და მერე კვდება ტკივილებში და ვიღაცა იჭრის და ფატრავს მუცელს და ისე იღებს ბავშვს და ვიღაცა რაღაცა რომ ეს ყველაფერი გაკეთდება ხელოვნურად აი პირდაპირ რა გაიგე არ სკოლაში სადღაც გაიგე გაიზრდება ბავშვები მერე ესე იგი სახელმწიფოს ეკდება უზარმაზარი შესაძლებლობები რომ ბავშვს მოუაროს რაღაც ეს კი ადამიანი თავისუფლდება ყველაფრისგან ხო და თუ დღეს კალიუგა გამიგე და ადამიანს პრინციპულად უნდა ემაგრიდათ ხო დედიკო აგერ ზის და ყავს 5 თვის შვილი და რაღაცა და აი არ ვიცი რა ერთი კი დადიოდა ახალგაზრდა რო იყო კლუბში ერთობოდა ცეკვავდა თამაშობდა რა ვიცი არ რასაკეთებდა სიყვარულს აკეთებდა თუ ჟიმავდა სულ ერთია ნუ აი უნდა და გართობა და უნდა და სიხარული ყოფიერების სიხარული ხო და უცბად ყველაფერი მოუკვდა უნდა იჯდეს სახში გაიგე იმასაც და უცბად შეიძლება აი რაღაც კინოში რო გინახე რა დატოვოს ეს შვილი ვიღაცას მიუგდოს დედაზე და ავიდეს თქვა კლუბში საცეკვაოდ ხო ხო ეგეთ რაღაცა ხო წარმოგიდგენთ და ხდება ხო ეგეთი რამე რატო იმიტომ რომ ბუნებაში გვაქვს ეგ რომ გვინდა ყოფიერებით ვიბედნიეროთ გაიგე ვიბედნიეროთ და ეს ვალდებულებრივი მომენტები გაიგე ესე გვაწევს კისერზე როგორც ნუ არ ვიცი უზარმაზარი სიმძიმე მხრებზე და თან ჩვენ თვითონ მოვიგონეთ რომ აი თუ შენ ვალდებულებას ასრულებ შენ კარგი ადამიანია ვინ მოიგონა ეგა მოიგონა საზოგადოებამ რომ ესე იგი შენ ამოძრავ საზოგადოება გააჩინა ბავშვები წინ წავიდეს ხო მაშინ შენ კაი კაცი ხარ და კაი ადამიანი და ეს ყველაფერი აღარ იქნება საჭირო გაიგე ადამიანს მოეხსნება ეგ და გეუბნებიან აი იცხოვრე რა იყოფიერე როგორც გინდა იბედნიერი გააკეთე რაც გინდა გამიგე ხო და გამეცინა აი რომ ეხლა რომ მითხრა მეთქე მეგობრებმა ეს თემა გამეცინა რომ TikTok-ი არის რანაირ რაღაცა იცი ნაადრევად დაეწყო ადამიანმა ეს кайფები რა რაც ალბათ 20 წელიწადში მართლა გაჩნდება გამიგე აი სრული თავისუფლება და იმაიმუნე იცხოვრე რაც გინდა მაგრამ აქ რა უნდა გითხრათ კიდევ ერთი ყველაზე მთავარი აი თვითონ აი პატარა ლექციის აზრი რა არის ეს დიდხანს კი არ გაგრძელდება ხალხო ეს არის ადამიანებს უნდათ ეს გიჟივით აი ეს თავისუფლება ეს ბედნიერება სუნთქვა რატომ იცით იმიტომ რომ გენეტიკურად არის ტანჯული აი ამით გადარჩენისთვის შრომა და სულ რომ უნდა რაღაცა იწოდე მხრებზე რომ გაწევს რომ უნდა გადარჩე და ვიღაცა საჭამო და ვიღაცას ასვა და რაც ხაი ჩალიჩო და იმსო იმიტომ უნდა კონტრასტზე აი ამ ჩვენ ისტორიულ აი ამ რაღაცა რომ გვედო მხრებზე საშინელი სიმძიმე იმიტომ უნდა რომ გადააგდოს ეს და ლაღი იყოს
და ვიღაცა დებილ ქართველს ჰქონდა დაწერილი თავის საფლავის ქვაშზე სანამ ცოცხალი ხარ იპარპაშე ხო დებილია მაგრამ ხო სწორია გაიგე გუნდა და რატო უნდა პარპაში გალახება იმიტომ რომ გაიგე უბრალოდ კაცობრიობა ადამიანი საერთოდ დაღლილია გამიგეთ აი რუსებს აქვს იარმო არ ვიცი როგორ ეკადა აი კისერზე რო ადებს ხარს თუ იმას აი ხოცა ეს რა მე რომ დადის და ხნავს და რაღაც რა აი ესე გვადებს გაიგე ესა და რასაკვირია ყველას უნდა და ესე იყო საგნებზეცო რა ხდებოდა და აი ქრისტე გაეკრეს და ის გაინაწილეს რაღაც დაახიეს თუ რაღაცა თუ ის რა ქვია მაგალ კამათელი გაყარეს ვისი იქნება და მისი ჩასაცმელი იმიტომ რომ ქრისტე იყო იმიტომ ჩასაცმელი იყო უბრალოდ ჰიტონ თუ რა ერქვა მაგდროს ხო და აი ეს გაინაწილეს გაიგე ეს იყო საგანი ხო ხდება ისეთი ძვირფასი რომ სიგიჟე რა აი თითოეული საგანი ეგეთი იყო აი თითოეული აი ჩასმელი აი რაღაც ფეხზე ამოსაცმელი ყველაფერი იმიტომ რომ უზარმაზარ შრომას ითხოვდა და რაღაც აი მასალა იყო და მასალას შოვნა უნდა და ძვირი და ყველაფერი და მე მე-13 საუკუნეში დაიწყო ფაბრიკაცია ამ ყველაფრის გაიგე და იმდენი გამოიყარა რომ აი არ ვიცი არჩევანი და არანაირი ფექსაცმელი და რანაირი დახამდა კაცობრიობა გაიგე და რომ დაიწყეს ახსოვსით ქართველი ფილოსოფოსი წერდა რომ აი ეს კონსიუმერინგი და ადამიანი რა ყოფილა აი პერი არ ყოფილა უბრალოდ დაიწყურილი ქონდა რომ გაიგე საშინელი აი ისტორიაში ჩადებული ეს კოდი რომ აი რა არ უნდა იბრძოლოს საგნისთვის ქონდეს უცბად არის ყველაფერი და ხო დახამდა მაგრამ ეს გაუვლის ეხლა უკვე გავლილია მაგალითად ჩემისთან ადამიანს კიდია რა საერთოდ აი მე მკიდია რა არ ყავს მანქანა არ ყავს ყავს მანქანა კაი არა მაქვს სახლი ვიცხოვრებ ერთ ოთახში ესე ვიცხოვრე გერმანიაში რა მიხარ 4 წელი მე მგონი რაღაცა 3-4-ზე ოთახში ვიცხოვრე აი ესე ვიყავი გაიგე მე მქონდა ისეთი ბინა ჩემ გალერეში რომ მოვიდე შეიშალა კი მაგრამ ამას შეკირაობ რა ღირსო რაღაცა მე აღარ მქონდა არც მქონდა მე აი ესე ცხოვრობ იმიტომ რომ ეგეთი ადამიანი ვარ თავისუფალი რა გამომინთავისუფლდა რა ტვინი კონსუმერინსკისგან ესე გამოუნთავისუფლდება კაცობრიობას უნდა აცალო ხო უნდა აცალო ხო ეგ მოიყიჭა საგანი მოიყიჭა ეს ცეკვა თამაში გაიგე რომელიც უფლება მისცა აი თქვათ იმ ახალნურმა ინტელექტმა იმიტომ რომ ყველაფერი ექნება ყველაფერი როგორც კომუნიზმი რო იყო ხო იცით რა შედი მაღაზიაში აი ეგ რაც გინდა აი ესეთი დრო მოვა ხო მოვა მართლა ეგრე იქნება ისეთი იქნება აი რო ამბობენ პროსპერიტი რა აი როგორი პროსპერიტი ის რომ მეტი არ შეიძლება ამას ამბობენ და პირდებიან მართლა ეგრე იქნება ნამდვილადო რა მე ხო იცით ხელოვნური მზე გაჩნდება და ხელოვნური მზე რო გაჩნდება ჩემ ტერს და ძილი საერთოდ ისეთი ენერგია გექნება რა არ ვიცი უშრეტი ენერგია ხარო ნავთობზე დარბიან და მე ომებია და ერთმანეთს კლავენ და რაღა და აი კაპიტალიზმი და აი იმპერიალიზმი და აი მათმა ეგენ დაიპყრეს და დაჩაგრეს და წართვეს ნავთობი და წართვეს ქვანახშირი და უზნეო თეთრები და კარგი შავები და რაღაც სიგიჟები რაღაც ეგ ყველაფერი აი როგორც ისტორიაში ჩაბარდება ხო იცი რაღაც აი როგორც სიზმარი რა ჭუჭყიანი და ბანძი რა გაიგე ხო და ეს პერიოდიც აი ეს თამაშის და აი ამ რაღაცის გათავდება რატო იმიტომ რომ გაიგე ადამიანი ყველაზე მაგრა თამაში და კისკისა კი ეს კი არ ყავს კალიუგაში საერთოდ ადამიანს ყველა დროის ყველაზე ძლიერად აქვს კითხვითი ნიშანი შიგნით ვინ ვარ მე და რა არის ეს სად ვარ მოხვედრილი რა ხდება ჩემ თავს ხო და რანაირი რაღაცა იცით რომ ეს კითხვითი ნიშანი იყო აი ჩატენილი სადღაც აი გაჩანაგებული რა აი ამ გადარჩენით ამ მუშაობით და სკოლაში გასწავლიდან რომ პროფესია მიიღო რომ ადამიანი დადგე და ეს გახდე და მაგას ეძახდა ადამიანი დადგომას იმას კი რომ ადამიანი მეიფიქროს თავისთავზე ვინ ვარო როცა მართლა ხდება ადამიანი არა პროფესია თუ გაქვს ადამიანი დადგა გაიგე მიხდით რა სიბრიყვეებში ცხოვრობ და აი მაგ სიბრიყვეების გაკეთებულ დროს რაღაცა იმისინი რო გვაქვს რა ჩვევები და რა იმას ტრადიცია ეს მე აი სიბრიყვის პერიოდში გამიგეთ ხო და ეხლა გაიგე ეს მოვა ეს დრო და მე ეს გაიგე ეს რაღაცა ბედნიერობის ხანა და რაღაცა და ეს სულვილის გადაულის ადამიანს და სად მივა აი იმის გამო რომ აი ესეთი პროსპერიტი აქ და ყველაფერია გარშემო და რაღაცა თავის თავთან მივა თავის კითხვით ნიშანთან მივა რომ მე ვინ ვარ და პროსტა უნდა დაიწყოს ახალი დრო და რა არის იცით იმაში ვედებში არის ნათქვამი რომ 12000 წელი ადამიანი იცხოვრებს აი როგორც 60-ში და 60-ში ცხოვრება რა არის აი ზუსტად რაც აგიწერეთ ეს არის გაიგე ეს რომ ადამიანს არანაირი დუხჭირი არ აქვს თან ჯანმრთელობაზე არ ფიქრობთ რომ ჯანმრთელობა გვექნება ოტიდო კი არა
ესე იგი უკვდავებაც გექნება, იმიტომ რომ უკვდავი იქნება 3 წესით მიდიან უკვდავებისკენ. ბიოლოგიური წესით ცნობიერების გადატანის, თქვათ, რაღაცა იმაში, გაიგე, რაღაც სხვა მატარებელში, თქვათ, კომპიუტერში კიდე რაღაცა ბევრი გზით და უკვდავება ხალხო თქვენ რა გონიათ მოსჯილი კი არა გაქვთ. აი, ვიღაც დებილები რა, როცა დავწერთ ხოლმე რამეს, აი უკვდავება, რათ მინდაკვდავება, რათ გინდათკვდავება, შეიდიოტო, ვინმე კი არ გტენისკვდავებას, ვინმე კი არ გეუბნება რომ всё დაგსაჯა დაკვდავი ხარ, როცა გინდა მოკოდები გამოდიშავ თავს და გათავდება, მაგრამ როცა გინდა განა მოგკლავს რაღაცა ჭუჭი, თქვათ, კიბოან, რაღაცა ხელები ესე გეკნება და ტვინი გაგიჩერდება და გამოშტერდები. არა ეს არ გექნება, ჯანმრთელი იქნება, იცხოვრებ რამდენი ხანი შენ გინდა და როცა გინდა, გაიგე, უბრალოდ გამოთიშავ თავს და დაისვენებ და მე კარგულად ახლიდან დაიბადები. რაც ხდება საერთოდ რა, რო ყვდები ახლიდან იბადები. ხო, ესე იგი ადამიანი, მაგრამ იცხოვს იმდენ ხანს უნდა. ესე იგი, აი ეს იოგები არიან, რომლებიც სპეციალურად მარტო ამ მიმართულებით მუშაობენ, ესე იგი, აი ამ იგრძელებენ ცხოვრებას, რატო? რომ აი ამ ცხოვრებაში მოასწრონ იმდენი მედიტაცია და იმდენად ესე იგი შეძლონ, რომ ესე იგი აი ამ ჭეშმარიტებას ეზიარონ, რომ აღარ დაჭირდეთ კარგულად კიდე დაბადება და აი აქვე ამ ცხოვრებაში, ამიტომ თქვა იგრძელებენ ცხოვრებას და ამბობენ, რომ არსებობენ იოგები, ვინც 400 წლის არის, 500 წლის, კაცმა აღარ იცის ვინ არის ეს ვაფშე, აზრზე არავინ არ ახსოვს ამ დროს ხო ხდება, ვინ არის ეს კაცი, გამოიყურება რაღაც 60 აღარ ბები არის, ბაბუ არავინ, შვილიშვილება არავინ აღარ აღავს, გაიგე, ვისახს ცხოვრობს ასე როგორც ეულის სული მუშაობს თავის თავზე, გაიგე. ეხლა ამას გიყვებით ეს ახლა და მისტიკის ფონში შეიძლება არის, შეიძლება არ არის, მაგრამ ხო შესაძლებელია რომ იყოს და მაშინ ეგეც ოკეია და ამას ახლა კვირდებიან. გამიგეთ ხო და რა მინდოდა მე თქვა რომ ხალხმა ეს ირაციონალური სიგიჟე, აი ეს სილაღის და სიყვარული რომ ითამაშო და სიშტერეები აკეთო, ხო იცით ეგეთი გამოთქმა არსებობს, რომ ესე იგი ყველაზე უფრო ადამიანი გიყვარსო ისო, ვისთანაც სიშტერეები გაკეთებულიო, ფანტასტიკური გამოთქმა, ვისთანაც გიგიჟია, სიშტერე გაკეთებული, გაიგე, მართლა ეგ არის რა, იმიტომ რომ მაგ დროს თავისუფლდები აი ამ იმისგან რა, ბორკილებისგან, გაიგე, ბორკილებისგან, აი ამ კულტურის, აი ეს შეუძლებლობა, ეს არ შეიძლება, ის შეიძლება, ეს არ შეიძლება. აი გინდა თავისუფლება, ხო? სილაღე გინდა. გამიგეთ, ეს სილაღე, ეს ღვთაებრივია, უბრალოდ ეკლესიები ხო როგორ გაილაღა რაღაცა, გაიგე, იმიტომ რომ შენდა ყოფილიყავი აი ეს დამონებული ვით, ახლა ერთზე იფიქრე და ღმერთი შენ არა ხარ, შენ თამაშე ღმერთი არ არის. ეს გამაგებინეთ, აი უბრალოდ აი მაგალითად მე მიყვარს სილაღე და ეს სამყარო გარშემო რო უყურებ, ყველაფერი ღმერთია, ყველაფერი მაგის ნაკვთია, კაცო, ყველა ხე, ცა, ჩემი ხელი აგერ რო უყურებ, ესა, ჩემი თავი, ჩემი ფიქრები, ყველაფერი ეს არის ღმერთი, გაუთავებელი და თუ მე ამაზე ვილაღებ და მე ეს ხო ის არ არის, აი ბიოლოგიური რაღაცა ხო იცი, ბოდიში და ტყნაური და რაღაც, აი ეს ხო იცი, რასაც ებრძო და მართლა საბრძოლი იყო, ეგ და აი ბნელეთიდან როცა აკეთებ, როცა სილაღე გაქვს და ბედნიერება მოგაქვს, მაგას ქრისტე დაგიშლის, აი ამ რაღაცა გულის გადახსნას, გარეთ რაღაცის სიყვარულს და იმასთან თამაშს, მაგაზე ვინ გეტყვის, რომელი ესე იგი ნათელღებული გეტყვის მაგაზე. ესე იგი არ გესმის არაფერი, ხარ დაჭაობებული მამაო. ხო და ამიტომ გაიგეთ რაღაცა დიდი მოდის, თუ გადაურჩით ამ პუტინებს, ერდოღანებს, ტრამპებს, ვიღა ივანიშვილებს და გამოშტერებულებს, ესე იგი ფულს რო აზიან და ფულის კეთება გონიათ სამყარო. არა და აი ამას რადგან ეხლა მე ვლაპარაკობ აქეთკენ მივდივართ, გამიგე, მაშინ იხსნება წარმოუდგენელი პოტენციები, წარმოუდგენელი. ხო და მოусმინეთ და იფიქრეთ რაზე არის, რა ვილაპარაკე და რანაირი არის მომავალი. გამიგეთ, მე ამას მარტო კი არ ვლაპარაკობ ხალხს, მე უბრალოდ ერთი ნიჭი მაქვს, თავმოყრავიცი კარგად და განზოგადება. მაგის ნიჭი გამაჩნია. და ამაზე ლაპარაკობს უამრავი მეცნიერი, უამრავი თოპ მეცნიერი, ის კი არა, აი რა ვიცი, დაწყებული Google-ის მთავარი ინჟინერი, ყველაფერი რო იცის სამყაროში რაც ხდება დღეს ტექნოლოგიაში, დამთავრებული კონკრეტულად, აი ვინც ამუშავებს, თქვა, ამ იმას, რა ქვია, ხელოვნურ ინტელექტს, ვინც მუშაობს, თქვა, იმაზე კვანტურ კომპიუტერზე, ვინც რაც აი ღვთაებრივი დონის სიგიჟეები შემოდის. ხო და ესენი ყველანი ამას ყველაფერს ლაპარაკობ, უბრალოდ მე თავმოუყარე და ისტორიასთან კონტექსტში მოგიყევით და ვეცადე პარალელების ჩვენება და რაღაცა, თორე ეს ყველაფერი ცნობილია,
ეს არ არის გიაზგურის რა მოგონილი შიზი და სიგიჟეები. ამიტომ დაუფიქრდით და ესე იგი მიიღეთ სერიოზულად და დაიწყეთ აბა გააზრება. აი ერთხელ კი არა, ორჯერ მოусმინეთ რაც გითხარით. თუ თქვა გეკაიფებათ სამჯერ და გარანტიას გასდეთ რომ შეგეცვლებათ მომავალზე გრძნობა, მომავალი რისთვის არის, რა არის, რისკენ და ვიმოძრაოთ. აი დამპიტუარი ტაური და რაღაცა ტყალაპი და რაღაცა ხანჯალი და რაღაც სიგიჟე კი არა, გაიგე რაღაცა და ეროვნული რომ ეძახით, ეროვნული. ეხლა უნდა დააბადო ეს ყველაფერი სიახლე, ეს გაიგეთ ქართველობაც, ქართველობა რა არის? ქართველობა არის ძალიან გარკვეული ხო ვიბრაცია, ძალიან გარკვეული რაღაცა ისეთი ფსიქიური მდგომარეობა, რომელსაც აი რაღაცა გარკვეული კუთხით ესმის, თქვათ, საგანი, მოვლენა, ხედვა, მაგას ვინ აღწერს? მწერალი, თქვათ, ხო? მუსიკოსი როწერს მუსიკას, ხო? ვინა ქართველი მწერალი, ქართველი მუსიკოსი ქართულ მუსიკას წერს და ქართულ რომანს წერს, ხო? აი ეგ არის ქართველობა. ის კი არა რაღაც მოათრიო წარსული და რადის მუზეუმში უნდა იყოს და ლამაზია და უნდა ვეთაყვანოთ. გამიგე? და ეს მომავალში რა უნდა იყოს ქართველი და როგორი უნდა იყოს ქართველი? შენი შემოქმედება პიკასოს კითხეს, რომ აი ეროვნულზე რა სიტყვია თანამედროვე ხელოვნებაშიო? ამან ხო არაფერი არ ჩანსო და რაღაცა მისმული მოსმულიო აბსტრაქციო რა. ამან ხო ძალიან მაგრად რა. იცით რა, თქვენ უშუალო იყავითო და თქვენი ესპანელობა თუ ფრანგობაო, აი მაგაში პირდაპირ ჩაიქცოვებაო. და გაანძრიეთ ტვინ და მიხვდებით რაზე ლაპარაკობს პიკასო, რას ამბობს, იმიტომ რომ როგორ აიღებ ფერების გამას, როგორ აიღებ თქვათ მასშტაბებს, მონასმის, ლაქების, რაღაც ეს იქნება შენი ქართული. გამიგე განუმეორებელი ტემპერამენტი. გაიგე ასე იქნება ქართველი. და არა ივანიშვილი დებილის ქართველი, აი ეს რო არის რა, რაღაცა ვასაძის და მაგათი გაგება. ქართული მოთრეული რაღაც ყურით, წარსულიდან სიშტერე. და მაგას რო არ ქვია ქართველი და მე ჰიპოსნის მეტი კაცშვილი ვერ იღებს მაგას გონიერია და მე როგორ მიიღებს ეგეთ იდეალებს ხო ამიტომ ჰიპების დონეზე არის ჩარჩელი და მაგათი ამომრჩევლები არიან ვიღაცა მუტრუკები და მუტრუკელები და მორჩა იმიტომ რომ მაგათ მარტო ეგ შეუძლიათ გაიგონ რა ეს მკვდარი სიმბოლოები და მკვდარი რაღაც კლიშეები ხო და მე გეუნებით და მე ვითხოვ რომ ქართველი უნდა იყოს თანამედროვე შექმნას თანამედროვე ლიტერატურა წარსულზე კი არა მიჯაჭული მწერლები რო ყავს რაღაცას რომ წერენ და ფოლკნერი გონიათ თავი რაღაცა მოთქვეფილი წარსულიდან რაღაცები რომ გული რო გერევა მე პირად გული მერევა რო კითხულობ და გაიგე წარმოვიდა თანამედროვეთან და რა ის რაც თანამედროვე ხა რაც აგიწერეთ რა რაც ხდება თანამედროვე ადამიანში სულში გარემოში იმაში აი ეს სიცოცხლე რა ფორმით უყვარს რა ფორმით ხედავს მიმოცვლას რას ნიშნავს დღეს მეგობრობა მისთვის რას ნიშნავს ხო ეს ყველაფერი გადახარისხებელია სუახლებულია ყველაფერი და სად არის ქართველი როგორ ესმის ეს ყველაფერი აი ამაშია საქმე ეს ნიშნულოვანი ლექცია და ესე გააზიაროთ და ესე იგი მაგითი მე ხო ცალკე მახარებთ ძალიან როცა აზიარებ და კომენტში შემოდიხარ და მიწევ მე ფულს არ ვაკეთებ ეს მე არა მაქვს YouTube-ის კანალი და ამით მე ფულს არ ვაკეთებ საერთოდ რასაც მე ვშრომობ Facebook-ზე და უამრავი იდიოტია ვინც არ აფასებს ამას რაღაც ზოგჯერ ისეთ სისულელეს მომწერენ გაგიჟდები რა აი მინდა ხოლმე გავხლიჩო ხო და ვინც ამას აფასებთ იცოდეთ რომ ცხოვრებაში ერთი კაპიკი არ ამიღე აზზე არა ვარ საერთოდ როგორ კეთდება ეგეთ რამეზე ფული იმიტომ რომ ხალხი აკეთებს ფულს ამაზე ხო და მე ერთადერთი ეგ მიხარია როცა ვხედავ თქვენთან კოლაბორაციას როცა ვხედავ ლაიქს როცა ვხედავ კომენტარს და მე გულით პასუხობ თუ იდიოტი არ წეს და შეძახილი არ არის და შეყლევო და შედებილო და შეიდიოტო და რაღაცა და აი ეს ყოველთვის თქვენთან ერთად ვარ გამეხარდება თუ მოусმენთ და თუ მეორეს მოусმენთ ხო საერთოდ